საღამოშიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დიდი ვნებათა ველვა და მითქმათ მოთქმა გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ ხელისუფლებამ 17 ქვეყანას, დამატებით 17 ქვეყნის მოქალაქეებს მისცა უიზო მიმოსვლის უფლება საქართველოში. რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციას თავის გამავრცელებლები და ავტორები ყავს. ვიღაც დაინტერესებული იყო ამ თემის წამოწევით, ხელისუფლებამ თავი იმართლა, რომ პირიქით ჩვენ ამ 17 ქვეყანას შეუზღუდეთო მიმოსვლა. მაგრამ სიმართლე არის ის, რომ ამ 17 ქვეყანას დიდი ხნის წინ ქონია მიცემული თურმე. არა მარტო 17 ქვეყანას, 96 ქვეყანა არის ასეთი, რომელთა მოქალაქეებს აქვს საქართველოში უვიზო მიმოსვლის უფლება და არის კიდევ ეგრეთ წოდებული გარფის ქვეყნები, რომელთა არათუ მოქალაქეებს მათ ტერიტორიაზე დროებით ბინადრობის უფლების მქონე ან ერთწლიანი ვიზის მქონე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც კი აქვს საქართველოში შემოსვლის უფლება. რა თქმა უნდა, ნაციონალიზმი, ფაშიზმი, რასიზმი დასაგმობი ამაზე მადლობა ღმერთს, რომ ფორმალურად მაინც დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება შეჯერებულია და მისულია ამაზრამდე. პირადად ჩემთვისაც რა თქმა უნდა ეს სრულიად მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს ჩემთვის და ალბათ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ქართველისთვის მიუღებელია, როდესაც ჩვენ სათაყვანებელი დედაქალაქის თუ სხვა ქალაქების ქუჩებში დადიხარ და თითქმის ყოველი მეორე ან მესამე უკვე არაქართველია. ეს სრულიად აუტანელია ნებისმიერი პატრიოტულად განწყობილი ადამიანისთვის. ეს არის შედეგი გლობალისტური ასიმილაციური ზაკრული პოლიტიკის, რომელიც დღეს უკვე ჩვენ შეგვეხო იქამდე ევროპის ქვეყნებს უკვე დიდი ხანია და სხვა ქვეყნებსაც შეხებული იყო, ჩვენც რა თქმა უნდა შეგვეხო. 2015 წელსაა ეს მიღებული ეს გადაწყვეტილებები და დღეს თავს იწონე მე, რომ აი ჩვენ გამოვასწორეთო ეს ჩვენივე შეცდომა, მაგრამ დანარჩენ ქვეყნებზე არაა ლაპარაკი, ხოლო 17 ქვეყანას შეეხო. ჩვენი ხელისუფლება დას არ აკლებს, რომ რამენაირად საქართველოში ქართველები რაც შეიძლება ცოტა დარჩნენ, რაც შეიძლება მალე დემოგრაფიული ბრძოლა და წონასწორობა წავაგოთ, რომ ქართველობა უმცირესობაში აღმოჩნდეთ. უბედურება იმაშია, რომ ამ ხელისუფლებაზე ხმამაღლა ვერც გაგილაშქრია ადამიანს, იმიტომ რომ მეორე მხარეს ჩასაფრებული არის კიდევ უფრო უარესი, რომელიც ელოდება, როდის წამოკრავს დღევანდელი ხელისუფალი ფეხს, რომ ეს გადააგდოს და მის ადგილზე თვითონ მოვიდეს და შემდეგ უფრო უარესები აკეთოს. მოცემულმა დღევანდელმა სისტემამ მოიტანა ის, რომ პოლიტიკური სცენა საერთოდ გააქრო, პოლიტიკურ სცენას ჩამოაშორა პატრიოტულად განწყობილი ძალები თუ პიროვნებები, თუ ბოლომდე ვერ ჩამოაშორა. ესეთი ძალები საკმაოდ დასუსტებულია დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დემორალიზებულია და მათ რეალური გავლენა და ძალა არ შესწევთ, რომ რაიმე ზემოქმედება მოახდინონ ქართულ პოლიტიკაზე. ამის გამოსავალი რაში მდგომარეობს, როგორ მდგომარეობს, სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი, რა არის ფორმულა, აქედან თავის დაღწევის ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მაინც დღეს ვინაიდან ამ თემაზე მოგვიწია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი, კახა, რა არის მაინც აქედან გამოსავალი კიდევ ერთხელ რომ შევახსენოთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ მსმენელს, როგორ უნდა დააღწიოს ქვეყანამ, მით უმეტეს ჩვენისთანა პატარა ერმა და ქვეყანამ, აი ამ საშინელებას თავი, რასაც ქვია ეს ასიმილაცია, აღრევა, ერთააღრევა, ერების წაშლა, ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლა და ერთმანეთში იმნაირად არევა, რომ შემდეგ უკვე ვეღარ გაგიგია, რომელი ქვეყანა ვისია, როგორ არის, არადა სწორედად მოსული სიტყვა გვეუბნება, რომ ყველა ერი აუცილებლად უნდა არსებობდეს, მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მათთვის საარსებო უფლებების ჩამორთმევა არ შეიძლება. ყველა ერი არის
ღმერთისგან, უფლისგან და ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ თავიანთ ქვეყანაში ოღონდაც. ბატონ პატრონი უნდა იყოს ყველა ერი თავისი ქვეყნის. აი ამას გვეუბნება ვისაუბროთ ამ თემებზე. კი ბატონო. მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მართლაც სოციალური ქსელები გადაჭედილია იმ ინფორმაციით, რომ 17 ქვეყანაა ჩამოთვლილი. ცოტა სხვანაირად გაიგო მოსახლებამ და შემდეგ თან ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთგვარი განმარტება მისცა, რომ ეს 17 ქვეყანა უკვე იყო ამ უვიზო მიმოსვლის სისტემაში ჩართული, არ დამატებია. 96 ქვეყანასთან გვაქვს უვიზო მიმოსვლა დაწესებული 2015 წლიდან იქნა გარკვეული კანონები მიღებული და აი 17 ქვეყანას ახლა შედარებით გაურთულეს და ამ 17 ქვეყნიდან შემოსული ნაკადები შეიძლება ოდნავ შეფერხდეს, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ 96 ქვეყანას არ ჩამოთვლი, ინდოეთიც არის, ჩინეთიც არის და სხვა მსოფლიოს უმრავლესობაზე ლაპარაკი, როდესაც კარებს გაუხსნი და უვიზოდ შემოიყვან და ერთ განმარტებას გავაკეთებ. აქაური ცხოვრების პირობები შეიძლება ქართველი ადამიანისთვის არის მეუღებელი და ძნელად მოსათმენი, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ისეთი ცხოვრების პირობებია, რომ საქართველო არის მათთვის ოაზისი, არის სამოთხე. ისინი დიდი სიამოვნებით მოდიან, გამორბიან და ცდილობენ აქ მოდიან დამაგრდნენ. აი იმ 96 ქვეყანაში იყო ესეთი ქვეყნების ჩამონათვალის, საიდანაც დიდი სიამოვნებით, დიდი სიხარული წამოვა მოსახლეობა და დასახლდება ჩვენს მიზანს. რა თქმა უნდა. ხო. და ქვეყანა რომ გაქრეს 3,5 მილიონი ქვეყანა, ეს არის სრულიად საკმარისი, ბოლომდე საკმარისი პირობა. სხვა რომ არც არაფერი მოხდეს და ეს ამავე რეჟიმით დარჩეს, ეს გააქრობს საქართველოს და მართლაც ქართველი იქნება მომავალში უმცირესობა. როგორც მაგალითად სინგაპურში 13.9%-ია მართლა სინგაპურელი და დანარჩენი არიან ჩინელები 70%, დანარჩენი 21%, რაც რჩება ევროპიდან და სხვადასხვა მსოფლიოს წარმომადგენლობიდან არიან მოკრებილი. ის გახლავთ წყნარი ოკეანის სატრანზიტო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპორტო პუნქტი და თუ ავიღებთ ახლა ჩვენ საქართველოს, კავკასიას და კავკასიაში საქართველოს ევრაზიის თვალსაზრისით უზარმაზარი საკვანძო დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია სწორედ და აქ თავისთავად ცხადია ძალიან ბევრი მსურველი გაჩნდება, მოვიდეს, იცხოვროს და მართლაც ქართველი გახდება უმცირესობა, ანუ გადავშენდებით, გავხრევით. მოდი ესე ვთქვათ, აი ამ სისტემით, აი ამ სოფხედელობით და ნაკარნახევი პოლიტიკით, რომელსაც გულმოდგინედ მივდევდით მთელი წლების განმავლობაში დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა. გამსახურდია ეს ხელისუფლება ძალიან ცოტა ხნით იყო და ერთ შედგა როგორც ხელისუფლება, ძალიან სწრაფად მოხდა მისი დამყობა, ანუ კონცეპტუალური ჩამოყალიბება მთელი საკითხებისა. არ განხორციელდა თავისთავად, ვერ მოესწრო, მაგრამ აი დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა საქართველო ფაქტიურად აი ამ გზას ვადგავართ, რაც არის ნაკარნახევი მსოფლმხედველობიდან პირველ რიგში და რა მსოფლმხედველობა იყო გაბატონებული. ეს იყო მასონური მსოფლმხედველობა, მასონური პოლიტიკა, სიონისტური მასონური პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო ერების მოსპობა, საზღვრების წაშლით, ეროვნული სახესხვაობების ერთმანეთში არევის გზით, ეროვნული ცნობიერების გადაგვარება, სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ჩამოშლა, განულება, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოები კი არა, და საერთაშორისო ხელისუფლების შექმნა. ეს კლანი ფიქრობს და დღესაც ფიქრობს, რომ
თვითონ იციან როგორ უნდა მართონ მსოფლიო, ესენი არიან ისინი, ვინც ქვისგან თლიან, გჭედავენ და აწყობენ ცივილიზაციას, მათ იციან, მათ სულიერი გზით მიღებული აქვს და მათ უნდა უწინამძღვრონ მსოფლიოს, ისინი უზენაეს ლუციფერის გზით უკავშირდებიან და მათთვის ლუციფერი არის სინათლის ღმერთი, მას ეთაყვანებიან, რომ არის კლანი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მსოფლიო თავიანთი რწმენით, თქვენ იბატონებთ სხვებზე და თქვენზე ვერ იბატონებენ ვერავინ, არის ეს გამოკვეთილი თალმუდისტური სექტა ებრაულ ციახში წარმოქმნილი, აი ეს იდეოლოგია ფულის სისტემით ამოქმედდა განსაკუთრებულად, ფულის სისტემა კიდევ რა არის? თავარია გქონდეს ფული, რომ არ იყო დაჩაგრული ესე ხატოვნად თუ ვიტყვით და თუ ფული გაგშენივარ თუ არა და სხვისი. აი სხვა მღეროდით და ვიჭაჭებოდით რესტორნებში სხვებისგან შემოგდებული, მართლაც შემოგდებული, ქართულ სხეულში ეს უცხოზე უცხო და მართლაც მტვრული და გამანადგურებელი იდეოლოგიის ნაყოფი იყო ეს ფრაზები, რითაც მთვრალები დავდიოთ და დღესაც ასე ვაგრძელებთ საკმაოდ დიდი ნაწილი. თლიანობაში ამ ყველაფერს უნდა მიეყვანა ეს მსოფლიო ერთმართველობამდე მსოფლიო, რასაც დღეს ვეძახით გლობალისტებს, ულტრაგლობალისტებს, რომელთა ნავთსაყრდენით სადღეისოდ არის ევროპა. უფრო ფართოდ იყო იგი მთლიანი დასავლეთ ერთიანი მონოლითური იყო, თავისი დამრტმელი ამერიკის შეერთებული შტატებით, ეს ამერიკის შეერთებული შტატები გაემიჯნა სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე და დღეს განსაკუთრებით როგორც ამბობენ, ამ ყველაფრის სიძადელი არის ინგლისი, ევროკავშირი. ეს უკვე ცალკე სუბიექტად განიხილება. მიზნები, რომელიც ვერ შეასრულეს და ჩაეშალათ, თუმცა უზარმაზარი ფინანსები ჰქონდათ, უზარმაზარი გავლენები გააჩნდათ მთელ მსოფლიოზე, თავის საინფორმაციო საშუალებებით, თავისი ეკონომიკით, თავისი სასწავლო კურსით. არა, დღეს ეს კონცენტრირებული არის ევროპის მთლიანობაში და ჩვენ ამ ყველაფრის ერთგული მიმდევრები ვიყავით. ჩვენ ვიყავით სამაგალი თუები, ფერადი რევოლუციების ავანგარდში წვიდექით. ესე იგი, ეს ეგრეთ წოდებული ფსევდოკულტურები, რომ დანერგილი იყო აზიის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სივრცეებში, აზიის მიმართულებით, ჩვენ საქართველო ხელისუფლების წარმომადგენლობით თამაშობდა ტროას ცხენის როლს. ეს ფაქტია. ამაზე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ, დავალაგოთ ფაქტობრივი მონაცემები და განსაკუთრებული სისწრაფითა და ძალით, ტერორით მოხდა დანერგვა ამ წესების, ამ კანონების, რომლის ლოგიკური გაგრძელებაც იყო სწორედ ის, რომ გაიხსნა კარებები და წავიდა საქართველოს მართლაც სინგაპურიზაცია, მართლაც ნიუ-იორკიზაცია, იქაც როგორც იქ იყო აფროამერიკელების რასები შერეულია ერთი მეორეში და აი ამის ციტადელს წარმოადგენდით კავკასიაში და ვცდილობდით თუ კი ისეთ ძალას გავხმარჯობინებდით თავის დროზე აზერბაიჯანშიც და არა მარტო ყირგიზეთში და გვაქვს ესეთ კადრები, როგორც იყო ეს უფრო გავრცელებული იქნებოდა. მოკლედ ჩვენ ვიყავით ანტიქრისტეს ცენტრის შემტევი ჯარისკაცები, ახლა იქ მოხდა განხეთქილება და რაღაცები ზედაპირზე ამოდის. ესე იგი, რა არის ამ შემთხვევაში საშველი? აი ამ იდეოლოგიიდან გამოსვლა საჭირო. თორე ეს არის ჩამოყალიბებული იდეოლოგია, კანონიზირებული და უნდა გააღო კარებები, რომ მოხდეს აღრევა, გადაგვარება. აქ ორმაგი სარგებელია. ერთი ის, რომ ეროვნული სახესხვაობა წაიშლება და არაეროვნული მასა, ის არ არის სამშობლოს დამცველი, სამშობლოს გრძნობა არ გააჩნია და მეორე ფულის სისტემაა და ფულის სისტემაში მთავარია გქონდეს ფული და ზემდიდართა ინტერესები იყო დაცული. როცა კარებებს აღებ, ვითომაც კონკურენცია უნდა იყოს, აბა ხო ის დრო კონკურენცია კარგია, მონოპოლია ცუდია, კარებს გააღებ, კონკურენტს გაუჩენ და ამ დროს სინამდვილეში რითი დაგვირგვინდება, ძალიან მალე კარებების გახსნა გვირგვინდება ტრანსნაციონალური ზემდიდარი კორპორაციის აბსოლუტური ბატონობით. ზემდიდარი კორპორაციებს აბსოლუტური ბატონობისგან სწრაფა შესანიშნავად გრძნობს თავს, როცა კარებები გაღებულია, ანუ ფული უფრო კარგად კეთდება, ეს ფული უფრო კარგად ეუფლება ყველაფერს, რაც უნდა და სადაც უნდა და როგორც უნდა
თან ერთდროულად ეროვნული სული კვდება და ასე მივდივართ იმ დიდ მასონური ციტადელისკენ, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ ათასობით წლის წინ. ახლა ისე იყო, რომ 21 საუკუნის მიგნაზე თითქმის მისულები იყვნენ ბოლომდე დიდრების გამოყენების საშუალებით მსოფლიო ერთმართველობის დამყარება, მაგრამ ეს ჩაიშალა და ჩაშალა უფლის სიტყვამ, საქართველოში გაცხადებულმა უფლის სიტყვამ, მიმდინარე მოვლენამ, ქართულმა სულიერებამ, რაც ამ საქმეში ჩაერთო, ამან ჯამში გამოიწვია ის, რომ ეს დიადი გეგმა მათთვის დიადი გეგმა, მაგრამ სინამდვილეში მცდარი გეგმა, იმიტომ რომ კაცი ბჭობდა, მაგრამ ღმერთს სხვა ჩანაფიქრი ჰქონდა. ეს ასე იცნობიერებდნენ ესენი თავიანთ თავს, თავიანთ მისიას კაცობრიობის წინაშე, მაგრამ ახალი სიტყვით, რაც ჩვენ მიღებული გვაქვს და რაც ვიცით, ჩვენ ვიცით ის, რომ ადამიანი ერი კაცობრიობა არის ღვთაებრივი წარმონაქმნი, სამივე, არც ერთის ხელისხლება არ შეიძლება და ახალი სიტყვიდან გამომდინარე მეორე მოსვლის არსი იმაშია, რომ ყველა ერი თავისივე ხალხით უნდა იმართებოდეს და ყველა ერი თავის ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში არის ხელშეუხებელი და ერთთან შორის მეგობრობის, ჰარმონიული თანაცხოვრების პირობით უნდა შედგეს საერთო საკაცობრიო სხეული, იმიტომ რომ თითოეული ერი ეს არის განსაკუთრებული ფუნქცია, რაც ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მაგდენის გავადრო და გაიგებს, მივალთ უფრო ახლო, მაგრამ ეხლა ეს გვაქვს ეს ნუ მიღებული. თითოეული ერი განსაკუთრებული ღვთაებრივი სულიერი ფუნქციის მატარებელი, ეს ჩვენ არ ვიცით. ამიტომ ეს ხელშეუხებელი უნდა იყოს და ერების ერთმანეთში აღრევა, შერევა, რასაც ეხლა ჩვენ ვადგავართ, ისევ მაგზაზე ვართ, რჩებით, მსოფლიოს დიდ ნაწილთან ერთად, ხო? ეს იგივეა, რომ გავითარებულ ორგანიზმში გული, ფილტვი, მომნელებელი სისტემა ერთმანეთში შეურიოთ, ეს არის სიკვდილი. გადაანაცვლო გული თირკმელის ადგილზე. არათ უბრალოდ გადაანაცვლო, დაშალო გული, თირკმელს მიუერთო, ფილტვებს ღვიცხს და ეს სიკვდილია. გულს თავისი გამოკვეთილი ფუნქცია აქვს ორგანიზმის არსებობის, ასევე დანარჩენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებს, თითოეულს თავისი ავტონომიაც გააჩნია, შეუცვლელი ფუნქციებს გააჩნია და როგორც კი ჩვენ რაღაც ერთიანის დაყვანაზე და ამ ფუნქციებს გავაუქმებთ, დავიწყებთ მთლიანი სხეულის მოკლება. ეს ორგანოები ერთმანეთის გარეშე, ერთმანეთთან კავშირის გარეშე ვერ იმუშავებს და საერთო ორგანიზმის დაღუპვას მაინც გამოიწვევს ერთმანეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, მაგრამ არც ის არ შეიძლება, რომ ისინი იმდენად დავაახლოოთ, რომ არევა გამოიწვიოთ, როგორც შენ თქვი, გადავანაცვლოთ ან შერევა მოხდეს ამ ორგანოებს შორის და იგივე დამღუპელი შედეგი მოიტანს. ჩვენ მივადექით განვითარების იმ ფაზას, ესე იგი მეორე მოსვლის არსი ის არის, რომ ჰარმონიული თანაცხოვრება უნდა შეიცვლონ სუვერენულმა ერებმა და ერები ხელშეუხებლები უნდა იყვნენ საკუთარ ისტორიულ ტერიტორიულ ფარგლებში. ყოველგვარი შერევა, აღრევა, გაათქვეფა ეს არის სამყაროს კანონების წინააღმდეგ წასვლა და დედამიწაზე სიცოცხლის პრინციპების დარღვევას ნიშნავს. თუმცა აქ მეორე მომენტია, როდესაც ეროვნულობისკენ შემოbrunება არის, როცა უკვე ნამდვილი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისკენ დროე გიბიძგებს და აღმოჩნდა, რომ განხეთქილება მოუვიდეთ, ვერ დაასვეს ის ანტიქრისტე თავზე მსოფლიოს ფიზიკურად, თორე ყველაფერი ანტიქრისტე იგივე ანტისიტყვა, ამით იმართებოდა და დღესაც იმართება და გამოჩნდა უკვე ეროვნული სახელმწიფოების გარკვეული ალტერნატივა. აქ მეორე საკითხია, რომ ეს ერები, ორგანოები ერთმანეთის წინააღმდეგ არ უნდა წავიდნენ, ესეც სიკვდილია. არც ეს არ შეიძლება. ესე იგი, ჰარმონიული თანაცხოვრება უნდა დავიწყოთ. აი ეს იდეოლოგია გვაქვს ახლა კარგად გასაცნობიერებელი და ამ ახალი სიტყვიდან გამომდინარე ამ იდეოლოგიით უნდა შევქმნათ ახალი ეკონომიკური ცხოვრების მიდგომები, ახალი მართვის სისტემები, რაც მოწოდებულია, რაც მომავლის პროგრამაში გვაქვს მოცემული გამოსავალი ამაში. ჩვენ რაც მალე გავემიჯნებით, რაც მალე გავაუქმებთ იმ კანონებს, იმ ხელმოწერილ დოკუმენტებს, რაც ჩვენ გვავალდებულებს საერთაშორისო დონეზე და ევროკავშირის წინაშე აღებული გვაქვს ეს ვალდებულებები, რაც მალე გამოვეთიშებით ამ მომაკვდინებელ იურიდიულ და პასუხისგებლობათა შემცველ მიმდინარე ამბებს მით უკეთესი იქნება. ეხლა ამ 17 ქვეყნის მოსახლეობის გარკვეული ნაკადები თუ
შედარებით შემცირდება, ეს ბევრ არაფერს არ წარმოადგენს, არც არაფერი არ არის თუ ვინმე ჩვენ გკითხავს ცოტა ნაკლები შემოვა თუ ცოტა მეტი შემოვა, უნდა ითქვას, რომ საქართველოში ძირითადად შემოდიოდა აქამდე და კვლავ გააგრძელებენ ისინი, ვისაც ფული აქვთ, ვინც რა თქმა უნდა გაცილებით რთულ კლიმატურ პირობებში უწევს ცხოვრებას, ეს მართლაც საქართველოს სამოთხია მათთვის. ისინი მოდიან, ყიდულობენ უკანონოდ, ადგილბინადარი ცხოვრების უფლება ენიჭებოდა რამდენადაც მახსოვს იმ პირს, რომელიც $100,000 უძრავ ქონება შეისყიდიდა. ესე იგი ეს დიდი ცათამბჯენებლობა რო აქვს გაჩაღებული, სწორედ აი ბინების, აი ოფისების და შესყიდვას, ვინც დაიწყო ეგ ფულიანი ადამიანს პირდაპირ ეძლევა. ეს პირდაპირ დემოგრაფიული სურათის საკმაოდ სწრაფი ტემპებით შეცვლის პროცესები გახლავთ და საჭიროა უკუ პროცესის დაწყება. და რა გვაქვს ამისათვის ჩვენ? რაიმე გვაქვს მზად. მარტო სურვილები და სადაგრძელვები საქმეს აუშველს. კონკრეტულად საჭირო არის ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ამ ნაბიჯსაც ვერ გადადგავ თუ საფუძველი არ აქვს. და არსებობს ეს საფუძველი, ეს არის სწორედ დე იურე, იურიდიული დოკუმენტი, ეროვნული ყრილობების მიერ მიღებული დადგენილებები და ისევ და ისევ ვიმეორებ 1,907,000 ადამიანის ხელმოწერით გამოხატული ნებელობა, სადაც ნეიტრალიტეტთან ერთად მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს ეროვნული საკუთრების გამოცხადებას გაყიდულ გასხვისებულის უკან უპირობოდ დაბრუნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თეზისია. ცარიელი სადღეგრძელო კი არა, რომ აი ესე უნდა იყოს, ისე უნდა იყოს, ეროვნული კაცი უნდა იყოს, რა უნდა გააკეთოს იმ ეროვნულმა კაცმაც სახელმწიფო სათავეში. აი აქ გაწერილია, პროგრამულად არის, პირდაპირ დევს და სავალდებულო აღსასრულებელია დემოკრატიისავე სოფლიო კანონიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ამაზე უმრავლესობა ხელმოწერით აცხადებს თავის ნებას, რომ ეროვნული საკუთრება გაყიდული, გასხვისებული, სულიერ მატერიალური ხირებულებები, მიწა, წყალი, წიაღისეული, ქართველი ერის საკუთრება და იგი უკან უნდა დაბრუნდეს. ქართველი ერის სამარაჯემო საკუთრების პირობებში. კიდე ამას გარკვეული ახსნა განმარტება ჭირდება, თუ ვინმე სურვილი აქვს, შეგვიძლია დავსწრეთ ვისაუბროთ და ასე შემდეგ. ესე იგი, უკუ პროცესი როგორ დავიწყოთ? აი სინგაპურიზაციის გზაზე ვდგევართ, ვიღუპები, ჩვენ დემოგრაფია აბსოლუტურად კატასტროფულ მდგომარეობაშია და გვაქვს დოკუმენტი, იგივე მსოფლიო კანონებიდან გამომდინარე, მსოფლიო დემოკრატიის უძირითესის კანონების დამაკმაყოფილებელი 1,907,000 ადამიანის ხელმოწერილი დოკუმენტი. რატომ არ გვინდა ეს გამოვიყენოთ, ეს იურიდიული დოკუმენტი? აი საკითხავი ეს არის. ესე იგი, ჩვენი არსებობაც, ჩვენი ორგანიზაციის არსებობაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ ხშირ-ხშირად შევახსენოთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს თუ რიგითი არც არავინ არ არის საბოლოო ანგარიში, ყველა ქართველს და ყველა ადამიანს თავისი სულიერი და ფიზიკური წონა გააჩნია. ხოლო შევახსენოთ, რომ გვიდევს ეს უზარმაზარი იერარქი, უზარმაზარი დოკუმენტი, სავალდებულო დე იურე და რატომ არ გვინდა რომ ეს გამოვიყენოთ, ეს დოკუმენტი ამოვწიოთ. ამ დოკუმენტის გარეშე რა ვარ ცალ-ცალკე, პატარა პარტია, დიდი ამბიციებით. რამდენი პარტიაა ჯემალი? დათო, გქონი 300-ზე მეტია რა. მე რა, რას ვლის ეგ? არც არაფერს. ნუ არის ხელისუფლება, კი ბატონო, ხო რა არის. მე რა არის? ხელისუფლება ჯერ თვითონ იყო ვალდებულებების განმახორციელებელი, ახლა რაღაცას ცდილობს, მაგრამ ეს პატარა მცდელობა არაფერ სერიოზულ შედეგს არ მოგვიტანს. ახლა როგორ არის? ჯერ აქ მოდიან დიდრები, ყიდულობენ, ეპატრონებიან ადგილბინადარი დრობის უფლება, აი რანაირად ეძლევა. თუ კი ჩადებს ფულს, თუ კი იქნება ინვესტორი, თუ კი იყიდის ბინას, კორპუსს, ნუ რაღაცა, აი სადმე ვხედავთ, რომ ვინმე მოვიდა უცხოელა ქარხანა აგვიშენა რაიმე შექმნა, ამას ვერ ვხედავ, მაგრამ გაყიდულ მიწა-წყალს ვაფიქსირებთ. ძირითადად სავაჭრო ობიექტები არის. ნუ სავაჭრო ობიექტი ისევ იმ ვიღაც რომელიმე ტრანსნაციონალური კორპორაციის მიერ წარმოებული პროდუქციის ანდაც სინამდვილეში, მოდი სინამდვილე ვთქვათ, ევროპაში თუ სხვაგან ჩაწოლილი საქონლის გასასაღებლად თუ ჩინეთში
ჩაწოლილი საქონლის გასასაღებლად იქნება კი ბატონო სავაჭრო დახლები იდგმება საქართველოში და აი მოდიან ეს უცხოელები შემოდიან რას იკეთებო აქვს საქართველოს ქართველებისთვის არაფერი მამის ტაძარი მამის სახლი სავაჭრო სახლად გადაგვიქცევია მამის ტაძარი მამის სახლი საქართველოა მთლიანად ქვეყანად არაერთი კონკრეტული ეკლესია ქვით ნაგები ხო აი ეს მდგომარეობა ესე იგი მეორედ მოსვლა არის ერთი მარტივად რომ გავიგოთ რომ ხა მართალია ერთი ნაწილი საერთოდ ღმერთი არ არსებობს საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ფროიდისტული ათეისტური ცნობიერების ნაწილისთვის ფულით როგორ ვთქვა დანაყრებულისთვისაც ცოტა რთული წარმოსადგენია უფალი მითომ ამითითებული რომ უკეთო ნემსის ყუთში უფრო იოლად გაძლება აქლემი ვიდრე მდიდარი შევასასუფეველში იმიტომ რომ მდიდარი დაბორკილია თავისი ფულებით და პირველ რიგში მას ზრუნავს და სამართლიანი და ეროვნული საქმის კეთებაში ფეხი უკან უდგება განსაკუთრებით დღეს როცა შეიძლება გააშაონ უფალი ამბობს რაც ორი გაქვს ერთი სხვას მიეციოთ ახლა დიდარი რო ხარ და შენ გვერდზე შენ თანამ მოქალაქეს თანამოძმეს შია წყურია ბავშვი უკდება უწავლო და შენ მილიონერი ხარ და აზი ხარ ამ მილიონერს და ერთი თეთრის გამოკლება არ გინდა ეგ უკვე ნიშნავს იმას რომ შენსა და იმას შორის ხიდია ჩატეხილი უკვე ერის ერთიანობაზე ლაპარაკი აქ არ შეიძლება ამ სისტემაში სრულიად გამორიცხულია ჯერ კიდევ ხიდ ჩატეხილობის პრობლემაზე როდის იყო ხო ეს როდის ლაპარაკობდნენ და ილიასა ძალიან კარგად ეს გადმოცემული თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში და აი ეს ხიდ ჩატეხილობის პრობლემა დღეს ყველაზე უფრო მწვავედ დგას ჩვენ ახლა აქ კლასობრივი ჭრილის ზღუდეკი არ გვინდა რომ გავაკეთოთ უბრალოდ აქ ამ შემთხვევაში მიტომ მოვიხსენიეთ ეს თემა რომ მდიდარს მივანდეთ და მივენდეთ დიდარია მამა და ტიტულებს დაგვაყურებს ჩაგვაცნობს ეს იდო შემდეგ ჩვენი პარლამენტი მილიონერებითაა დაკომპლექტებული და რადგანაც ახლა ამ დიდარს კიდე თავისი ქონება აქვს მოსაფრთხილებელი კაცო რო არ გააშოვან რო გააფართოს რო კონკურენცია და ასე შემდეგ იგი ძალაც რომ უნდადეს ის ვერ შეძლებს იმის გაკეთება შენ რო გინდა შენი გასაკეთებელი ერის წარმომადგენლობის გასაკეთებელი ერის მოაზროვნე ნაწილის ერის აქტიური ნაწილის გასაკეთებელი ამის გასაკეთებელი იმის გასაკეთებელი ვერ იქნება შენ უნდა იყო წამყვანი რომ აიყო აქ იმ გაზეთი არა ლაპარაკი რომ დიდარი აღარ უნდა იარსებოს და ასე შემდეგ თავისი შრომის მიხედვით თავისი ნიშის მიხედვით თავისი უნარის მიხედვით არიან ორგანიზატორები მთელი რიგი წარმოების ხაზების აწყობა შეუძლიათ გადაადგილდა აქტიური ადამიანები ასეთ ადამიანებს ახალი ფორმაციის პირობების სახელმწიფო თვითონ გაუყოლოს თვითონ დაეხმარება თვითონ ფარდად დამცავ ფარად აღიმართება ხო აი ეს უნდა ეს კარგად უნდა აქ იმაზე კი არა ლაპარაკი რომ ბოლშევიკურად უნდა ექსპროპრიაციითა და ისე უნდა წარიმართოს განადგურებით არა სახელმწიფო ეროვნული სახელმწიფო შეგიწყობს ხელით თუ ვინმე დაინტერესებული არის სერიოზულად ამ თემაზე ჩვენ შეგვიძლია სპეციალური გადაცემა მიუძღვა რა და როგორ იქნება აი მოკლედ რა ეს ხალხი რა მიდგომებთან გვექნება ხალხში რომ აჟიოტაჟი ატყდა ამ მიმართულებით ეს კარგია თუმცა ვიცით რომ სარგებლობენ ხელისუფლება გამოიტანა ეს თემა იმიტომ და ეს გარკვეული ცვლილება შეიტანა იმიტომ უნდა და ეთქვა რომ მე ახლა ცოტა ზრუნვა დავიწყე რომ ისი თავისუფლად აღარ შემოვიდნენ ამის თქმა უნდა და სინამდვილეში თუ 96 ქვეყანასთან გვაქვს კარები გახსნილი და გადი და გამოდია რა ვხედავთ ხო ჩავიდეთ თბილისში უკვე აღარ არის ქართული ქალაქი ჯერ თავკომბალად აქცეული რეგიონები დაცლილია და იქ უკვე ქართული აღარ არის და მეტი რაღა გინდა ბოლოს და ბოლოს გინდა რომ ოჯახში შემოგივარდნენ ეგეც იქნება განსაკუთრებით დიდებთან ერთად აქ შემოდიან ჩემო ჯემალი უკვე საკმაოდ ღარიბი და გაჭირებული ფენის წარმომადგენლები რაც ჩვენმა ერთ-ერთმა ღვთაებამ გერმანელმა ღვთაებამ დაახლოებით 20-25 წლის წინ გაგვიხილა როცა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და სოფლიო ეკონომიკურ სასწავლის მოლოდინში ამ კაც შევციცინებდით ერთ-ერთ დავარ ტელეარხის სტუდიაში ამან გითხრა კაცო ქართველი იქ უნდა წავიდეს თავისუფალი მას ნიშნავს რომ სადაც ის დაიკმაყოფილებს თავის მოთხოვნებს როგორ სამსახურიც მას ჭირდება
დედამიწაზე წავა და იქ იპოვის და მე აქ როგორ იქნება? აქ კიდე ის მოვა, რომელიც დაკმაყოფილდება იმ სახელმწიფო ნიხრით, ისი გაცემის საშუალებასაც აქაური ბიზნესი შეძლებს. ესე იგი რა გამოდის? ქართველი წავა მაგალითად პოლონეთში, ის სიტყვაზე ვამბობ, უკვე წასულები ვართ. პოლონელი წავა გერმანიაში, გერმანელი წავა ინგლისში ან ამერიკაში. ამ პირამიდის წვეროსკენ ხდება გადაადგილება. სადაც მეტი სიმდიდრე იყრის და სიუხვია, იქ ხდება ანაცვლება. და ვინოა ქართველის ადგილას, ვინც ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული აქ არის კლიმატიდან გამომდინარე, ბევრი რას ფაქტორებიდან გამომდინარე, მესამე განვითარებულ ქვეყნებს რო ვეძახით და ჩვენ კიდე როგორ განვითარებული ქვეყანაში წერი ვართ. სინამდვილეში ჩვენც კოლონიური რიგის ქვეყანა ვართ. ჩვენთან კიდე დაუშვათ ინდოეთიდან მოვლენ, პაკისტანიდან მოვლენ და მასულებიც არიან. მომსახურება. ხო, ანუ დიდრები ხო მოდიან და ყიდით ამ დიდრებზე და გვიხარიათ ტაშუკრად უახლოვდებით სინგაპურსო. დიდარი მოვა, ფული ექნება. ხო. ასევე დაბალი, გაჭირებული, ღარიბი, უსახლკარო ქოხმახში მაცხოვრებელი მოვა აქ. საკმაოდ მოქნილი. კარგად შეძლებს თბილისის ქუჩებში სირბილს ამ ჩვენ თაკომბალ კოსმოპოლიტურ ქალაქში. ეს წმინდა 100,000 მოწამეთა ქალაქი კი აღარ არის, ეს გორგასლის ქალაქი კი აღარ არის, აღმაშენებზე თამარის კი აღარ არის. რამე აი ვინც მოდის, ვინც ირევა, მათი გახდება. ბევრი კადრი იდება, რომ გაივლი და ქუჩა გადავსებულია ახალგაზრდობით, სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული. ისინი მოდენ, ისინი დაიკავენ, ქართველი წავა, იქ ის მოვა, აქ და ასე მოხდება აღრევა. აღრევა მოხდება ასე. ესე რომ მრავალ გზით ხდება შეტევა, მანამ ამ ფორმაციის რეჟიმში ვიჩებით, მანამ ისე გვაქვს, როგორც არის მოწყობილი. ეს პატარა ცვლილებები, პატარა შეზღუდები, რასაც ფორმალურად ვაწესებთ, დაახლოებით ესეთ რამის გავს. წარმოვიდგინოთ, დახვრეტილია კასრი, მოძველებულია. ყველა მხრიდან უშვებს სითხეს და 1-2 ნახრეთში პატარაზე პატარა სოლი გაუკეთეთ და საჯარო თავტეხეთ ბუქი რო აიცი რა. ახლა შევაკეთე და აღვადგინე ის ჭურჭელი რაც აუცილებელია რომ თავის ფუნქციას ასრულებდეს. ამ რამოდენიმეს დახშობა სხვა წერტილებიდან უფრო სხვა ნახრეტებიდან უფრო გააძლიერებს გამოდინებას. მაგაზე ლაპარაკი. ამან გააქტიურა ეს თემაც რომ აი ხედავთ რომ ამ ქვეყანასთან მქონე ესე გახსნილად მდგომარეობა და ამ დროს ჩვენ გვიდევს ეს უშველებელი დოკუმენტი. რა დოკუმენტი გვაქვს, რითაც შეგვიძლია ამას ჩვენ წინააღმდეგეთ და შევეწინააღმდეგოთ. რაიმე იურიდიული გაგვაჩნია? არაფერი არ გავგაჩნია. თუ რასაც ოფიციალურს ვეძახით, რაც არის. ყველაფერი ნაბიჯ გვაახლოვდა ამ მდგომარეობამდე. ყველა ეს ხელშეკრულება, ყველა საერთაშორისო პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ ამასთან გვაახლოვდა. ამიტომ გამოსავალი აქ ისევ და ისევ არის. თანამედროვე საერთაშორისო სამართალთან და სოფლიოში მიღებული კანონებთან თანხმდრაში მოყვანილი ჩვენი კანონებით, აი ეს შედეგი არის. ხემთქვა რას დამაკლებდა სულიტარი რომ ჩემი ჯიშის არ კონდესო. ანუ ის გარეგეგმები გასაგებია, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებების წინააღმდეგ ხელისუფლებების თუ დღევანდელი ხელისუფლებების მოღვაწეობა ამ კუთხით რომ არ ყოფილიყო, ეს შედეგები დღეს არ გვექნებოდა. ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე ცოტა ზომიერად ვცდილობთ რომ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ გამოთქვა ჩვენი კრიტიკა. წერა თუ იქიდან გამომდინარე რომ მეორე მხარეს ჩასაფრებული არის უფრო კიდევ უპირველესი და ვცდილობთ რომ რამენაირად ისე გავიაროთ ხოლმე იმაზე რომ ვიღაცის სასარგებლოდ არ გამოგვივიდეს ჩვენი საუბარი და ჩვენი კრიტიკა. მაგრამ თუნდაც ის რომ აღმოჩნდა რომ 2015 წელს ყოფილა ეს მიღებული დადგენილებები თუ ის კანონები რომლითაც 96 ქვეყნის მოქალაქეებს და არა მარტო მათ მოქალაქეებს ამ ქვეყნებში ერთწლიანი ვიზით დაკავშირებული სხვა ქვეყნებიდან შესული ან დროებითი ბინადრობის უფლებით მქონე
მოქალაქეებიც კი სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც კი შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა და მივიღეთ ის შედეგი რომ აპატიეთ მაგრამ აი მიდიხარ თბილისის ქუჩებში და გადაშავებულ გადაყვითლებულია და აი ეს შედეგი მოგვცა მადლობა მშვიდობისთვის მაგრამ ეს ისეთი მშვიდობაა ომზე უარესი რომ არის რაც ზელენსკიმ დამართა უკრაინას თავის უკრაინას ბოდიში თავისი ცოტა რთული სათქმელი იმიტომ რომ ებრაელია მე როგორც ვიცი რაც მან დამართა უკრაინას ომით ეს სისტემა რაზეც მიერთებული ვართ ისეთ მშვიდობას გვიმკვიდრებს რომელიც ომიზე უფრო უარესია კი ბატონო და არანაკლებ გამანადგურებელია უამრად გამანადგურებელი მოწინააღმდეგეებთან ერთად უამრავი მომხრე ყავს ამ ხელისუფლებას რომელიც გამოდიან ქებას და დიდებას ასხავენ ესენი არის ხელოვნურად შექმნილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ შემდგარი პოლიტიკოსები რომლებიც ცდილობენ რომ ამ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების ქებადიდებით მაგალითად თვითონ ბატონი ბიზნეს ქებადიდებით გაიგვალონ გზა და იქნებ რაიმეს მიაღწიონ და იქამდეც კი მიდიან რომ რამის არის ილია ჭავჭავაძეს შეადარონ და კიდევ უფრო აღმატებულ უნიჭო მეხოტბეები კი ბატონო ეს ძირითადად ეს არ შემდგარი პოლიტიკოსები რომლებიც ცდილობენ ამ ბიზნა ივანიშვილის ქებადიდებით იქნებ მიაღწიონ რაღაცას და ამით ხდება ჩვენი მოსახლეობისთვის თვალის აბმა სინამდვილეში მივდივართ აქეთკენ აი სადაც მივდივართ და მივიღეთ ეს შედეგები ჩვენ დაუნებურად ჩვენ ხო ვერ დავაგეგმარებდით მაგრამ ესე აღმოჩნდა რომ ახლა საქართველოს შევიდა მსგავსების ფაზაში ამაზე გქონია საუბარი რომ კრავის მსგავსია რაც ახლა მართავს საქართველოს უკვე მსგავსია კრავის რომ აუცილებელია უწყობული არ პარპაშებდეს რომ ქართული სახელმწიფო აკონტროლებდეს სწორი მიმართულებებია რომ არასამთავრობო სექტორი ესაა ფაქტიურად საერთაშორისო გლობალისტური ძალების მიერ ხელისუფლების კონტროლისა და მართვის საშუალება ეს არის მეხუთე ხელისუფლების შტო რომელიც ყველა შტოს აკონტროლებდა იმათი მიზნებიდან გამომდინარე და ახლა იმათ თუ ომი უნდათ და ომში ჩართვა უნდათ გასაგებია როგორც მოქმედებენ ეს არ შეიძლება რომ ენა მამული და სარწმუნოება არის ჩვენი საყრდენი ეს არის უკვე ოფიციალური განაცხადი ხილება ეგრეთ წოდებული ომის პარტიის იგივე მასონების იგივე სიონისტების და ასე შემდეგ ულტრაგლობალისტების და ტელევიზიებია შექმნილი და ამაზე უკვე თვითონ თავრობის წარმომადგენლები ეს კარგია მსგავსია კრავის მსგავსია იმისა რაც უნდა იყოს ხო ენა მამული სარწმუნოება რა ვთქვით მეორედ მოსვლა რა არისო გადაწყვეტა ეროვნული საკითხის რომ ერს უნდა მართავდეს თავისი ერის შვილი ერის კაცი საქართველოში ქართველი რუსეთში რუსი სომხეთში სომეხი საფრანგეთში ფრანგი ინგლისელი და არა რა ვიცი რაღაცა რა აი ეს არის ხო ესე იგი ეს არის მსგავსი მაგრამ იზრახვის როგორც ურჩხული გახსნილია კარებები შემოდის და ფული კეთდება და ფულის კეთებაში ვარ ჩაბმული და ამ სიმახინჯეს ამ კრავის ქურქით ფარავთ რა ჩვენ მიზანი ეს კრავის ქურქი და ფორმა შინაარსში გადაიზარდოს და ურჩხულის შიგნეულობისგან განთავისუფლდეს ქვეყანა როგორც პიროვნება ასევე პოლიტიკური მართვის ცენტრები რაც მართავს განთავისუფლდეს ნუ ამას კიდე თავისი გზა გააჩნია რაც როგორ მიღებული როგორ კეთება ეს არ კეთება რევოლუციით ეს არ კეთება მოკლის გზით და ასე და ასე რთული სამუშაოს გაწევა გვიწევს რატომ საუბრობ ჩვენ ნუ რას ვეყრდნობით ჩვენ ვეყრდნობით სწორედ იმ ახალი სიტყვის მიერ მოტანილ უმთავრეს იდეოლოგიურ ქვაკუთხედებს რაც აქამდე არისო და ისვისაც ხო აი ამოხდა რომ მაინც მომზადებულია საზოგადოების გარკვეული ნაწილი და მაგრამ ეს ხელისუფლებაც ხო ნაწილობრივ ეროვნულია გამხდარია რა ნუ თუმცა ბევრი კითხვა არის ნუ აქ კიდევ არის გარკვეული შიდა ცვლილებები რომელმაც ქართული ენაზე არსებობს ფიცის წავს მაგრამ ბოლო მაგვირებს ხო
ჩვენ ორნაირად შეგვიძლია დავიკავოთ პოზიცია, რომ დავგმოთ და ვთქვათ, რომ ესენი გასაყრელები არიან და ასე შემდეგ. წესი როგორ არის ტრადიციული გაგება როგორია, არ აკეთებს იმას, უნდა დაისაჯოს, უნდა ისე იყოს და მე უნდა მოვიდო და მე ამას ვიზავ, მე იმას ვიზავ, რა ესეთი რაღაცა. ყველა პარტიის დევიზი დაახლოებით მსგავსი და ანალოგიური, რომ იცი ეს პარტია არ ვარ და მე და არც იქ მიშვებს და ესეთი რაღაცა. ხო, არა, ეს საქმე ცოტა სხვანაირად კეთდება, ცოტა სხვანაირადაა გასაკეთებელი. დავით რამეს ხوار დავამატებ ერთი ორი სიტყვას ვიტყოდი მეგობრებო, აი ამ თემასთან დაკავშირებით მივესალმები ჩვენს მსმენელს პირველ რიგში და ძალიან კატასტროფულია მართლა მდგომარეობა რა აი ამ მხრივ თბილისში ჩასვლა ვახსენეთ აი როგორ ჯემალმა ისე კახა და მართლაც რა ამას რზენია აი რო ჩავდივართ ცენტრალურ ქუჩებში პროცენტულად უფრო მეტი უცხოელია ვიდრე ქართველი. და აი ესეთი სვლით 5 წლის მერე რა იქნება წარმოუდგენელი, ალბათ სანატრელი გახდება, თუნდაც 1-2 ქართველი, რომ ქართული ხმა გავიგოთ რა, ქართულ ენაზე მოლაპარაკე. ხო და აი რანი ვარ, ზეგან ვახსენეთ რა დავჭით 3,5 მილიონი ერი. აქედან 2 მილიონზე მეტი გასულია საქართველოსთან. რუსეთი, ამერიკა, ევროკავშირის ქვეყნები და აქ ვიღავართ დარჩენილი აღწერაც გაკეთდა გასული წლის ბოლოს და არ ახმაურებდნენ და შემდეგ მივიღეთ ინფორმაცია რომ 1,300,000 თუ რაღაც საქართველოში და 700,000 ქართველი ისა უცხოელი 700,000 უცხოელი და ახლა პარალელს თუ გავაკეთებ ჩვენ აი ამ დიდ ქვეყნებში გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში უკვე აღშფოთებულები არიან რომ აი ვეღარიდან ამ უცხოელების და ამ მიგრანტების შემომართალი ახლა აქ ესეთი ის არ არის ჯერ თან ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან ისინი და უკვე შეშფოთებულები არიან ესე თუ გაგრძელდაო ევროპა უკვე აღარ არის ევროპა მაგრამ ისიც ხო უნდა გავითვალისწინოთ გერმანიაში 60 მილიონი მაინც გერმანელი ცხოვრობს და თანაფარდობა რიცხობრივი 4-1-თან არის 3-1-თან მაინც არის სამჯერ აღემატებიან მაინც იმ უცხოელებს ასევე საფრანგეთში დიდ ბრიტანეთში აქ რა თითქმის უკვე ვიტოლდებიან ეს უცხოელები და რა იქნება ესეთი აი ამ პოლიტიკით მართლა აი ამაზე უკვე მასობრივად უნდა მიმდინარეობდეს ამაზე აი ეს რა არის დავითი ციროს კაპიტალისტური ფორმაცია რას აკეთებს ერთადერთი მართლა გადამრჩენელი ამისი და რომ აუდგეს წინ მართლა აი ეს მოწვდილი უფლის სიტყვა აი ეს ხელმოწერები რასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტთან ერთად ფორმაციული ცვლილებების შეცვლა ეროვნული საკუთრების შემოღება აგერ არის არაერთხელ ქონია გავიმახვილები ამაზე ურადღებ ვიწერია ყველანაირი აი იურიდიული ესების დაცვით მოიტყვია აგერ წერია აქ ნომერაცია გვარის სახელი მამის სახელი დაბადების წელი მისამართი საცხოვრებელი ადგილი ყველაფერი და ხელმოწერის თარიღი და ხელმოწერა ყველაფერი ეს რო ღიათ აშკარად რო მიდიოდა 2000 წლებიდან უკვე 1999 წლიდან რატომ არ გვინდა ჩვენი მოქმედების საფუძვლად დავდოთ ეს ხელმოწერა აი ამაში ამაზე ხმას არავინ არ მეუბნებს რა აი არიღებს ამაზე ხმას შეიძლება უნდათ არის ეს მეორე საკითხი დადებითი მხარეა საუკეთესო შემთხვევა მაგრამ რაღაცა უშლით ხელს ჩვენი მიზანი კიდე ეს არის რომ რაღაცით გვინდა მივეხმარო რომ აქეთ გადმოვადგმევინოთ ნაბიჯი და ისევ თავიანთი მომავლისთვის თავიანთი შვილების მომავლისთვის რაც რო გონიათ რომ დღეს კარგად არიან და ხვალეც ესე არ იქნება რაც ყოველთვის რა ხვალე ხვალზევით ის უცხოელი რომელიც მოვა იმას როგორც სტუმრად ისე ჩათვლის და პრობლემა არ არის ხელისუფლებების შეცვლა მოვლენ ბოლო თავიანთი ხალხით მოვლენ და ამის ამბიციაც ექნება თუ პარლამენტში ხო უნდა ყავდეთ თავიანთი ხალხიც იმ უცხოელებსაც აი აქეთკენ მიდის ყველაფერი
ხო, უცხოელი მალე მოქალაქეც გახდება. გამარტივებულია იუსტიციის სახლებში იქა ყველაფერი, მაგათთვის პრობლემა არ არის. სხვათა შორის ამ ცოტა ხნის წინ მოგვიწია ჩვენ იუსტიციის სახლში. კი, მომავალში ვაცნობთ საზოგადოების რაღაც ცვლილებები არის ამაზე მე ვილაპარაკებთ ბოღო მაგისტრო. მაგრამ მე უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ყველა ერთად ვიყავით იუსტიციის სახლში რაღაც პრობლემას მოსაგვარებლად და იქ უამრავი უცხოელი იუსტიციის სახლში რა საკითხები წყდება და იქ რა ფორმდება და ეს ყველამ კარგად ვიცით. იქ ქონებების გადაფორმება მიდის აი იუსტიციის სახლში სამართლებრივი საკითხების მოგვარება, პირველ ქონებასთან კი ბატონო ფირმების დაფუძნება და ასე შემდეგ კომპანიების დაფუძნება, ანუ უმრავლესობა იქ ვინც ხდებოდა, იქ ყოლა უცხოელები, რომ შეხედა მიხვდები რომ ეს არ არის ქართველი, ხო? ესე იგი, ამ გამდიდრებულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი საკმაოდ ცნობიერებასაც უცირებს და უპატარებს. ის ფიქრობს ძალიან დღემოკლეა მისი ფიქრის და განჯის არეალი. ხელისუფლებაშია მოკალათებული, მე კოლონიურ, პოსტკოლონიურ ქვეყნებში როგორც არის. აი იმას მინდა მივაქცევ ყურადღება, როგორ არის. კარგად გააღეს კარებები, სახელმწიფო იმ დონეზე უნდა სრულყო, რომ გადასახადებს კრებდე მაინც, აბა ისე რომ დააკომპლექტო, იდებდე საგარეო ვალებს, აკეთებდე ისეთ პროექტებს, რომელსაც შემოსავალი არ მოაქვს, მაგრამ თვალში ნაცრის შეფერთვის კარგია. ეგრეთ წოდებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ხიდების შედება რა, გზების, სოფელში გზები გაყავთ, წყალი მიყავთ, სოფელში მაცხოვრებელი აღარ არის. ხო. მერე გზას გავიყვანთ და აჩერდა ვანგრევთ. ყველაფერში ფული იწერება. ჭამ, ნუ სპეციალისტები გავთ. რა ხდება? გაჭირება წარმოება, რასად მიდის შენი ხალხი, გარეთ მიდის. და რას ემათხოვებიან, შიგნით არ უნდა რომ იყოს, იმიტომ რომ შიგნით ვაიმე შეიძლება ბუნტი მოყოს ამას. ნუ იქნება ოღონდ ბუნტი, რა? ნუ იქნება ოღონდ ბუნტი. ამიტომ რა არის? მოდი რომ უვიზომ იმას ლან რაღაცა, რომ ეს შენთან წამოვა რა და შენ ხო იაფი მონამ სახური გინახა გიყოლება. მე კიდე აქ ეს ბიუჯეტი მაინც ქუჩდება თუ არა საგარეო სესხებით ტვირთავ ქვეყანას და დღე მოკლედ ეს მოდის უცხოელიც ხო დიდარი მოდის აქ კიდრდება და მე ამ სიხარულში ვარ ჩემ სინდიდის კარჩაკეთი ნაჭუჩი ჩაყჩვალ სიხარულს გამიცდი და რა სიხარულია ეს არავით არის ეროვნული ცნობიერება არავით არის სახელმწიფოებრივი აზროვნება შორისხედელობა და რას ეხვეწებიან ოღონდ არ გაუქმო ოღონდ უკან არ გამომიყაროთ რა უნდა უყმერი ამ ჩემ ხალხს ეგრეთ წოდებულ ჩემ ხალხს როგორ დავუყო ნუ თან რა არის ხლა იქ აწასული კაპიკებს აგზავნის აქ და ხო ეს აქ დარჩენილებიც ამით სულდმულებენ ჩუმად არიან მინავლებულ მდგომარეობაში და რა ასე იკრიფება ქვეყანა ასე არის მიყურდბალიშებული ეს კოლონიური რეჟიმის მსოფლიო სივრცის წარმომადგენლობა მათ შორის ჩვენც აქ ერთ-ერთი პირველი ადგილი გვიკავია დიდი უბედურობა იქნება თუ ამ ვიზებს გაუქმებენ და უკან შემოგვისევენ რა მიზნით კეთდებოდა ეს კეთდებოდა ერების განადგურების ერების აღზრების მიზნით კეთდებოდა ეს პოლიტიკა ნუ კიდევ ის რომ კიდევ უფრო მდიდარი გამხდარიყო და კიდევ უფრო გაბატონებული და ასე შემდეგ რა იმას იაფასიანი მონამსახურებდა და ეს აღრევის პოლიტიკა მიდიოდა და მიდიოდა და ას შვიდად გზნობს წარმოება არ აქვს, მაგრამ ის რომ მონურად ჩრობს და აქ აგზავნის ოჯახს მაინც რაღაცნაირად ერთი ლუკმა პურს აჭმევს. თუმცა ეს ოჯახის უფროს წევრები რომ გასულები არიან და ოჯახები რომ ფაქტიურად დანგრეულია, გაყოფილია, მეთვალყურეობა სიკვ აკლია. ეს კიდე ცალკე უბედურობა, მაგრამ ამ სიმდიდრის ჩარჩო ნაჭუჩი გამოკეტილი ზემდგომი ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს. სოციალ სადასავლოს როგორ რესტორნებში, როგორ დასასვენ, ხო, მისი ფიქრი ამითაა შეპყრობილი და რაღაც ახლა ასე ქვეყანა არ აშენდება. ასე ნახევარზომებით არ აშენდება და მსგავსების ფაზა, როცა კრავის სახე დაკმარა ურჩხული. ეს ყველაზე სახიფათოა, იმიტომ რომ ეს კრავის შეხედულება მრავალს აცდენს და პირველ რიგში თვითონ ცდება, ვინც ამისი შემოქმედია. იმიტომ რომ ეს ურჩხულის ზრახვები მალე თუ არ მოიცილა ქვეყანა, განადგურდება.
ახლა ასე საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი მართველი გუნდის საკადრო ცვლილებებით, ხარიბაშვილი წავიდა და აი რა იქნება, როგორ იქნებაო, ამაზეც დიდი ამბებია ატეხილი. ჯერ ერთი ჩვენ არა ვართ კულუარების სპეციალისტი და არც გვჭირდება ესეთ მეწრულ მანეობაში გარკვევა. ქვეყნისთვის ამით არაფერი არ იცვლება. შესაკრებთ ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება მათემატიკურად ესე გამოითქმის. ამიტომ ეხლა თავი გამოვიდოთ და ამ მეების შიდა ინტრიგების მწოდნეს სპეციალისტის მივიღოთ ფორმა, ეს უნაყოფოა და უბრალოდ ძვირფასი ეთერის გაფლანგვა იქნებოდა ჩვენი მხრივ. უბრალოდ ერთი რამე შეიძლება ვთქვათ, რომ თვითონ მართველი გუნდი ეს არ არის ერთი იდეოლოგიის, ეროვნული იდეოლოგიის ხაზზე, იდეური ერთობის ხაზზე ჩამოყალიბებული ერთობა. ეს არის ეკლექტიური ნაერთი, ძირითადად მაინც კაპიტალიზმია და კლანური ინტერესებზეა აგებული ეს ერთობა. დიდართა ერთობაა ძირითადად და უიყენებს სახელმწიფო რესურსს და სიმძლავრეს, რომ პირადი მეურნეობა ჰქონდეს კარგად. ეს არის. შემდეგ თავისთავად ეს პოლიტიკური ლიდერობაც გაიზარდა ამ კოსმოპოლიტური დიდი გოდოლის მშენებლობისათვის, თუმცა გარღვევა მოხდა მაინც ქართულ სინამდვილეში. მთლად ისე აღარ უკვე რაღაც ციცმება, მაგრამ მაინც ეს კოსმოპოლიტური მონაცემებში ძალიან ძლავრად არის და ეს არის ეკლექტიკური ნაერთია. ახლა რა იყო, რომ სამართლიანობა აგვიდგინეთ ოღონდ და მოდივართ იმიტომ, რომ სამართლიანობა უნდა აღვადგინოთ და სამართლიანობაში რა იგულისხმებოდა. აი რა ჩაიდო. საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოვიდა ინდუსტრიული აგრარული ქვეყანა, ინდუსტრიული პირველ რიგში. აგრარული თავისთავად ცხადია და ყველაფერი ეს იყო საერთო სახალხო საკუთრება. ამ საერთო სახალხო საკუთრების დანგრევა, განადგურება და გაძარცვა მოხდა და გაჩნდნენ ახალი მესაკუთრეები და ასე შემდეგ. მოდის იცვლება ხელისუფლება ამ ახალ მესაკუთრეებს, რომლებიც ამ გრევის დროს გაჩნდნენ ძირითადად. ნუ როგორ მოხდა ახლა? დავშალეთ ქარხანი, გავყიდეთ სპილენძი, გავყიდეთ ჩარლები, ავიღეთ გარკვეული ფული და ნუ იყიდეთ კორპუსი, იყიდეთ ტბა და ასეთნაირი გადანაწილება. ეს იმის საფუძველზე კი არ მოხდა, რომ რაღაც ინდუსტრია ჩამოაყალიბეთ, რაც ჰქონდა ეს ინდუსტრიული სიმძლავრე, გარდავქმენით, უფრო თანამედროვე გავხადეთ და ამან მოგცა ჩვენ წარმოებისა და გაფართოების და ამან მოიტანა შემოსავლები და ღირსეულად კი ბატონო, რატომაც არა რა. ადამიანი ქმნის და ღირსეული შემოსავალიც უნდა გქონდეს, აბა როგორ, აბა სტიმული რა უნდა იყოს რა. ამის ნაცვლად სამშობლოს დანგრევა, დაშლის პროცედურაში მიიღეთ მონაწილეობა და მერე გავხდით საკმაოდ ვრცელი რაღაცების ფლობელები. შემდეგ მოდის სხვა მთავრობა, ოქროს ღილი ჩამოვარდა ხალხში, ესე წავიდა და იწყება ამ ახლად ამ ესეთი ტიპის საფუძველზე წარმოქმნილი მესაკუთრეების განადგურება და სხვებზე გადაფორმება უკვე ამ ყველაფერს. და სამართლიანობის აღდგენა ჩაითვალა, რომ აი ვისაც წაართვეს, იმათ უნდა დაბრუნებოდათ და ნუ წამება აღარ ყოფილიყო ციხეში ის უბედურობა და მთელი ამბავი. აი ამ მოთხოვნის ლოზუნგით, ამის შესრულების ლოზუნგით ხდება ცვლილება, თუმცა ეს ცვლილება ახლა უნდათ რომ ახსნან შიგნით მიმდინარე პროცესები და სინამდვილეში ის იყო ისევ გარეთ გადაწყვეტილი საკითხები. როდესაც რუსეთთან უნდა გაემწვავებინათ, საჭირო იყო ყველაზე ხისტი და თავზე ხელაღებული პოლიტიკური ძალის მოყვანა და როდესაც რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო ბარაკ ობამამ, აი მაშინ ხდება ის ცნობილი სახელისუფლება ცვლილება არჩევნებით, რომ გვერდზე გაყავთ ნაციონალური მოძრაობა და შემოყავთ ოცნება, რომელიც ხედავთ, რომ რბილ პოლიტიკას ატარებს. ესენი არიან საგარეო თვალსაზრისით შედარებით რბილი პოლიტიკის გამტარებლები. შინაარსი იგივეა, მაგრამ ომი არა. ისე კი ბატონო, შესკენ მოვდივარ, მაგრამ რაც ომი არა. ასე ხო.
ეგ იყო და ეგ და ანუ ეს მთლიანობაში ჩვენი მიზანი რა არის რომ არა მარტო ოცნება საერთოდ ჩამოყალიბდეს ქართული მოაზროვნე პოლიტიკურად მოაზროვნე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე თანამედროვეობისათვის შესაბამისი აზროვნების მატარებელი ბირთვი და მოხდეს გარდაქმნა მოხდეს ერთგვარი გარდასახვა მოხდეს ჩვენი მიზანი ეგ არის ურთიერთშეთანხმებით მიტევებით აუცილებლად გარდავისახოთ დროის შესაბამისად დრო არის მოსული ჭეშმარიტი ეროვნული ღირებულებებისა ეს უნდა დამკვიდრდეს ყველგან და ეს ერები უკვე ჩამოყალიბებული არიან ეს ისტორია გავიარეთ ადამიანის ჩამოყალიბებას თუ რამოდენიმე მილიონი წელი დასჭირდა როგორც მეცნიერები გვეუბნებიან ხო ანთროპოლოგები და ასე შემდეგ აი ერების ჩამოყალიბებასაც დაახლოებით ცივილიზაციური არსებობა 8000 წელს ითვლის დაახლოებით არა და ეს პერიოდი დაჭირდა და მრავალი ერი იყო მრავალი ქვეყანა იმპერია იყო მაგრამ დღეს აი ეს მოცემულობა გვაქვს და მიღებული ახალი სიტყვით ეს ცნობა გვაქვს რომ დიახ დღეს ის სურათია რაც უკვე უნდა იყოს მოცემულია ეს ერებით ახლა ეროვნული ცნობიერების ეროვნული ყოფიერების განმტკიცების პერიოდი დადგა დრო და ჟამი ამას ითხოვს და თუ უყურებ გარეთაც მართლა ისეთი რაღაცეები ხდება რომ ადრე ვერ წარმოვიდგენთ 1-2 წლის წინ ვერ წარმოვიდგენთ გვეძლევა ბრიქსის კავშირი ნუ შტატებმა დაიწყო რომ მიგრანტები უნდა გააჩერონ რომ თეთრი რასა გააქრება და რაღაც და ნუ ჩვენი ეს მოგრძალებული პატარა უღიმღაბო ნაბიჯიც აქედან გამომდინარე პატარაზე ვაცავთ ამერიკა დაიწყო ნარკოტიკებს ებრძვის ჩვენ პატარაზე პოლიტიკა ეს მცირე ეკოს გამოვცე ეკოს გამოვცე ჩვენ ეს ამით ვერ გავალ ან უნდა იყო ან არ უნდა იყო რა თუ აკეთებ უნდა გააკეთო ეს ნახევარზოვები არ გუშვენს აი ეს მინდოდა მეთქვა ბევრი თუ არ ვილაპარაკე და თუ არ გადავღალე უკვე ჩვენი მაყურებელი ნუ ეს არაჯერ აგვიხსნია რომ ეროვნული სახელმწიფოების არსებობა სოფლიო მმართველებისთვის ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის მიუღებელია რამოდენიმე მიზეზის გამო და მათ შორის ორი ძირითადი ერთი რომ დღევანდელ დღესვე ეს გარკვეულ წინააღმდეგობას წარმოქმნის მათი ბიზნესებისთვის მათი ტვირთების გადაადგილებისთვის და მეორე თავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ეროვნული სახელმწიფოების და ეროვნული ცნობიერების არსებობა ეს თავარი ხელშემშლელი არის სოფლიო ერთმართველობამდე მიმავალ გზისთვის ნუ ჩვენი ხელისუფლებაც როგორც სხვა არაერთი ჩართული არის საერთოდ ამ თამაში და ჩვენ საუბარით რითაც დავიწყეთ ეს კანონმდებლობა ეს გამარტივებული წესით მიმოსვლა და ასე შემდეგ ყველაფერი არის საერთო ჯამში ამ ყველაფრის სამსახურში დგას და მივდივართ იქითკენ რომ პატარა ერებისთვის განსაკუთრებით კიდევ უფრო საშიში ეს ასე გლობალისტური ასიმილაციური პოლიტიკა ჩვენ ძალიან მცირედი ვართ ისედაც და ჩვენი აღრევა სხვა ერებში გათქვეფა ეს დაუპელი იქნება ეს პირველ რიგში ჩვენისთან და პატარა ერებზე იმოქმედებს და მე ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა საუბრის დასასრულისთვის რომ ჩვენ სამოქმედო დრო ძალიან ბევრი აღარა გვაქვს ის რომ დავაკვირდეთ კიდევ რა მოხდება ჩვენ სწრაფი გადაწყვეტილებები გვმართებს, სწრაფი მოქმედება გვმართებს. არის გზა გადარჩენის, არის ამისთვის იურიდიული საბუთი დოკუმენტი, ეს არაერთხელ ვთქვია და კიდევ ვიმეორებთ შეხსენებისთვის, რომ ამ გზით მიღწევადია ყველა იმ პრობლემები ცალ-ცალკე საუბრობთ უამრავ პრობლემებს დღევანდელ გადაცემაში დავუშვათ წინა გადაცემებში სხვა პრობლემებზე გვისაუბრია. ამ პრობლემებზე საუბრობენ ჩვენს გარდა თითქმის ყველა, მაგრამ რაშია გამოსავალი? მოდი ამაზე შევჯერდეთ და მივიდეთ საერთო გადაწყვეტილებამდე, მივიდეთ ეროვნულ თანხმობამდე, აგებადონა ჩვენი სახელიც ეროვნული თანხმობის დარბაზი. ამისთვის არის სწორედაც მოწოდებული ვიაროთ იმ გზით, რომელიც რეალურად გამოიყვანს ქვეყანას შექმნილ მდგომარეობიდან და მარტო ვიშვიში
მარტო პრობლემებზე ტირილი არ შველის საქმეს. კარგია, როდესაც ეს ვიღაცას აწუხებს და დაუშვათ სულ ერთი არ არის მისთვის ეს ეროვნული პრობლემები, ეს ქვეყნის ის პრობლემები, რომლებიც დამღუპელია, ამაზე ვიღაც ნერვიულობს, ფიქრობს, მონაწილეობს განსჯაში, ძალიან კარგია, მაგრამ გამოსავალზე თუ არ შევჯერდით, თუ არ ვიფიქრეთ, მაშინ ეს ყველაფერი ტყუილი საუბარი გამოგვივა და არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება. კი ბატონო. და რაც შეიძლება მალე ახსენეთ თქვენ და დრო ბევრი არ აქვს დარჩენილი. ჯერ მარტო აი ესეთი ეწელანას ვთქვით, ესეთი ტემპით თუ გაგრძელდა ეს უცხოელების შემოსვლა და ჩვენი ქვეყნის განქართველება კიდე ეს პროცესი, ეს მიდის და მიდის, ეს არ შეჩერებულა და საზღვარგარეთ მიდის ქართველი დღეს შეუქცევადი პროცესია. აღმოჩნდებით უმცირესობაში და მე ძალიან გაგვიჭირდება აი ამ თემების გადაწყვეტა. უფრო აი ძნელი უფრო გართულდება რა. შეუძლებელი გახდება ვიღას ვესაუბროთ, ვიღას ველაპარაკოთ. ეს იქნება სასჯელი, ქართველი ერის დასჯა. ამიტომ ხო, მე ესაა ჩვენი მიზანი, რომ გავერთიანდეთ ჩვენს ირგვლივ არა ვიღაც რომ მოსული უფლის სიტყვის ირგვლივ. უფლის სიტყვის მოთხოვნების ირგვლივ. მოვლენის აღიარება მოგვიწევს, ისი არ გამოვა, იმიტომ რომ ჩვენი მოქმედების საფუძველი უნდა იყოს უფლის სიტყვა. სიტყვა აღმერთი, ეს თემაა მოსაწევი და თავში ეს უნდა დავდოთ. პიროვნებას ვერ დავსვა. დამთავრდა კერპების დრო. და ვინც ეხლა ვინმეს აკერპებს, დავუშვათ ბიძინას ვიღაცა არ შემდგარი აქებს და ხოტბას ასხავს. ყველაზე ცუდ სამსახურს უწევს ის არ შემდგარი. ამით ის ვერ შედგება და ამ პიროვნებას, რომელსაც თავისი პლუს მინუსები გააჩნია, ისევე როგორც თითოეულ ჩვენთაგან სოკარგად, ხო? იმ პლუსსაც უკარგავს სიდამპილეში, იმიტომ რომ კერპების დრო დამთავრდა. სიტყვა აღმერთი. რთულია გასაგებად. და რაც ვერ ესე იგი, აზრია, გონია ღმერთი სამყაროს წარმართველი. და რა უნდა გააკეთო, რომ გადარჩე ის სიტყვა მოსული ქართულად. გასაგებად. მადლიერი უნდა იყოს თითოეული ქართველი, რომ ღმერთმა ეს ასეთ დაუშვა. რაღაცას ველოდით, წინასწარ დაწერილი იყო ზოსიეს ქებაითა კიდებით, რაღაცას ველოდით და აი ამ ფაქტის წინაშე ვარ. მადლიერები უნდა ვიყოთ და ზეიმით უნდა შემოუერთდეთ ახალი სიტყვის მოთხოვნების განხორციელებას. სიამაყის გრძნობა. ზეიმით და სიხარულით. 1-2 დღეში მართლაც მოგვარდებოდა. ისე კი არა ტრამპი როგორც ამთავრებს 2 დღეში. შვიდობა როგორც მოაქვს. არა მასია. აქ მართლაც შეიძლებოდა და ჯერ კიდევ შეიძლება ძალიან სწრაფად ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმა. და სიხარულით უნდა ვაკეთებდეთ ურთიერთმიტევებით და არა კლასობრივ, პარტიულ და ასე შემდეგ დაყოფა, დახლებჩვა, ურთიერთლანძღვა გინებით, ყველა ვართ სალანძღია. თუ ლანძღვაზია, თუ ხილებაზია, მაშინ ყველა ვართ. ანგელოზი არავინ არ ვართ. ყველას რაღაც სადა ხილების პოლიტიკურ ნაწილზეა ლაპარაკი, ვისაც ადრეულ აქტიურებიც ყოფილა პირველ რიგში და ეგრეთ წოდებული უბრალოდ რიგითიც ისის დავნაშავია. რიგითების დავნაშავართ. იმიტომ რომ თუ რამე ცუდი ხდებოდა, ჩვენ პასიურები ვიყავით და ჩვენ პასიურობით უწყობდით ხელს. თუ არ ვიტყვით, რომ თან ჩვენც გვერდში ვედექით და ის რომ თელ ქარხანას ანგრევდა და ჯიბეში იდებდა, ჩვენ კიდე სამაგიეროდ ერთძრავას მაინც ვიპარავდით ეს წაგვეღო და ლუდი გვეყიდა და სიგარეტი. ხო, ყველა ვართ ამაში, ამ უბედურობაში გავლილები და რაღაც და. ხო, აი ესე ან ურთიერთმიტევი და უდიდესი სიხარულით, რომ აი ჩვენი დიდი გმირი წინაპრების დამსახურებიდან გამომდინარე, იმ ახლა წმინდანებისა და თავდადებული ქართველი რაიდებისა და ქართველი მანდილოსნების რწმენისათვის, სამშობლოსათვის, ქრისტესათვის თავდადებული ცხოვრების წესის შეუქმნელები. აი მათ
დამსახურების გამო გვერგვეს წილი ზოგადად ღვთისმშობლის წილხვედრით იმიტომ ვარ თავისთავად ცხადზე ცხადია და ის რომ აი საშველი სიტყვაც აქ გააცხადა ღმერთმა. რაც იმედი ვიქონიოთ რომ ბოლოს და ბოლოს მაინც გამოვიღვიძებთ და მაინც იმ სწორ გზას დავადგებით რაც ფერფლიდან აღადგენს ჩვენს საქართველოს რომელიც იქნება ერთდროულად კაცობრიობის ჭეშმარიტი მსახურიც. ახალი სიტყვით მხოლოდ ისა კარგი შენიერისთვის, რაც შენიერისთვისაც კარგია და კაცობრიობისთვისაც რაც კარგია. მე რასაც უყურებ პოლიტიკოსები ძირითადად აქებენ სხვადასხვა ტენდენციებიდან გამომდინარე იმ უკიდურეს ეგოიზმს რომელსაც ყოფილი იმპერია რომ ავლენს ნახე რა კარგია ეს პიროვნება როგორი მაგრამ სულ თავის ქვეყანაზე ზრუნავს სხვა ქვეყნების სხვა ერების დაბლა დაძვირვის პოლიტიკას რო ატარებს ამას რამის არის ტარს უკრავთ და ხო არასწორია ეს მიმართება არასწორია ნუ ბევრი რამე გვაქვს გასასწორებელი გასწორების მიმართულებებიც ვიცით ერთ დღეში ვერ გამოსწორდება მაგრამ სადღაც უნდა ეს შემოტრიალება დაიწყოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ გამოჩნდებიან ის ერიშვილები, ის გმირები, რომელიც შეკრებავენ ერთ-ერთად, შეკრავენ და უფლის სიტყვით წარუდგებიან წინ გადარჩენის გზისკენ, ჩვენ კი ვგნებავთ, მიგვიღეთ იმ წინამორბედებად, უძლურ წინამორბედებად, გმირს კი წინაუძღვის ყოველთვის უძლური წინამორბედია, ხო? მე თუნდაც აი უძლურ წინამორბედებად მიგვიღეთ, ვინც აი ამ გმირებს, იმ ერიშვილებს, იმ ნამდვილ მამულიშვილებს წინ უძღვის, რომლებიც ხვალდახვალზებით გამოჩნდებიან და ნამდვილად წაუძღებიან ერს გამარჯვებისკენ უფლის გზით. მადლობთ ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.